აბა მაინც და მაინც მისნაირი ის გასვენებაში? ეს კითხვა Facebook-ზე კომენტარის სახით დაწერა ლაშა ჩხარტიშვილმა, რომელიც სწორედ აი ამ კომენტარის გამო ვინმე ეგრეთ წოდებულმა მოსამართლე თორნიკე ქუჩკიანმა 5 დღიან პატიმრობაში გაუშვა, ხოლო თავის მხრივ ეს კითხვა ეხებოდა ასევე ვინმე ეგრეთ წოდებული სხვა მოსამართლის თორნიკე კაპანაძის მიერ დასმულ კითხვას სამოქალაქო აქტივისტების მიმართ, რომელსაც მან მიმართა კითხვით აუცილებელი იყო თუ არა რუსთაველზე, ტროტუარზე შეკრება და პროტესტის გამოხატვა და ამის შემდგომ სწორედ თავის მხრივ ეს ადამიანები განამწესა ტროტუარზე დგომისთვის პატიმრობაში. უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ მსგავსი გამოხატვა სრულად თავსდება გამოხატვის თავისუფლებაში და მინდა მოვიყვანო ადამიანის უფლებათა სასამართლოს ორი გადაწყვეტილება, ეს არის პატრასკუს და მატასარუს საქმეები. სხვა შორის მინდა ვთქვა, რომ მათ შორის ყურადღებით იყავით ამ ვიდეოს კომენტარებშიც რაიმე ზედმეტი ბილწი არ წამოგცდეთ. გისურვებთ ნამდვილ სამართლებრივ სახელმწიფოს, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები.